თავის დროზე გქონდათ შემოთავაზებისას გარანტიები, რომ თქვენ იქნებოდით მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არ იქნებოდა, როგორ იქნებოდა გარანტია? მე უბრალოდ ვაგრძელებ მერის მოვალეობის შესრულებას და ვნახოთ, როგორ იქნება შემდგომში. გადაწყვეტილი ჯერ არაფერი არ არის. ანუ არ გამორიცხავთ, რომ ჩანაცვლება მოხდეს თქვენი კანდიდატურის? გამორიცხვით, ვერაფერს ვერ გამორიცხავ. შეუძლებელია რაღაცა გამორიცხო ცხოვრებაში. რამდენიმე თვით დათანხმდით ამ თანამდებობაზე თქვენ? არა, მსგავსი არ ყოფილა. იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შემესრულებინა მერის მოვალეობა, როგორც ბათუმელ კაცს. და რა მოხდა მაშინ ახლა რამდენიმე თვის შემდეგ უკვე საუბრობს ქართული ოცნება, რომ ჩანაცვლება ხდება თქვენი? ვინ გითხრათ, რომ რამე მოხდა? აი რატომ ხართ ესე დარწმუნებული? და მაშინ რატო ხდება ჩანაცვლება თქვენი კანდიდატი? ვინ გითხრათ, რომ ჩანაცვლება ხდება? უკვე გავრცელდა ფაღავაზი არის საუბარი, რომელსაც ქართული ოცნება დაასახელებს. საუბარი შეიძლება ბევრ რამეზე იყოს. გადაწყვეტილება მიღებულია ჯერ. თქვენ ისე მზად ხართ, რომ ოფიციალურად წარსდგეთ ამ თანამდებობაზე? რომელ თანამდებობაზე? ბათუმის მერობის კანდიდატი. რა უნდა მზად ვარ? აბარისთვის ჩავოვედი. და თუ ჩაგანაცვლეს ამ შემთხვევაში თქვენი დამოკიდებულება რა იქნება ან თქვენი პოზიცია? ჩემი პოზიცია არის, რომ მე ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ ამ პარტიის და ამ ხელისუფლების 21 წელია ვმუშაობ ამ სისტემაში. სახელმწიფო უწყებაში და გავაგრძელებ მუშაობას. ისევ საჯარო სექტორში თუ დაუბრუნდებით ტრადიციულ საქმეს? ჯერობით ჩემი რესურსი არა ვარ იმას აქში, რომ წავიდე საჯარო სამსახურიდან.